მალე მთელი საქართველოს დასახლებულ პუნქტებში უსახელო გზები და ქუჩები გაქრება. ყველა დაბისა თუ სოფლის სავალ ნაწილს საკუთარი სახელი დაერქმევა, შენობებს კი ნუმერაცია მიენიჭება. ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ურეკია. დაბა ურეკის ქუჩებში მისამართის საიდენტიფიკაციო ბანერები გამოჩნდა. ახლად დაარსებულ ქუჩებს სახელები დაერქვა და შენობები დაინომრა. ბანერები ქუჩებსა და შენობებზე განთავსდა და მისამართების პროექტი ურეკში საჯარო და სამოქალაქო რეესტრმა ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერთად განახორციელა. განახორციელდა ოზურგეთის რაიონის დაბა ურეკის დამისამართება. პროექტი მომზადებული იქნა და ინიცირებული იქნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. ძალიან დიდი ეფექტი აქვს, ეფექტი ხალხთან ურთიერთობისა და ყველა სახლი ეს იყო საწარმოო თუ არასაწარმოო ფართობების ნუმერაცია. დაბა ურეკი სულ 35 ქუჩაც დაიყო. ქუჩების სახელწოდებები ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა შეარჩია. დედამიწის ზურგზე, სადაც კი ყოფილვარ, ცივილიზებულ ქვეყანაში ყველა სოფელში არის მისამართი. ძალიან კარგი საქმე გაკეთდა, როდესაც კონკრეტულად ურეკში თქვათ ქუჩებს მისი სახელი ეწოდა. ქუჩებისა და შენობების დამისამართება მთელს ქვეყანაში მიმდინარეობს. პროექტი სექტემბერში ქალაქ ანაკლიაშიც დასრულდება. პროექტის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ ქვეყნის დამისამართება ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. საბოლოო ჯამში რა გვინდა რომ იყოს შედეგი? ეს არის მთლიანად ახლიდან დამისამართებული საქართველოს, სადაც ელექტრონული ნავიგაციის სისტემა იქნება აწყობილი, ანუ ჩვენ უბრალოდ მივუთითებთ ნებისმიერ სოფელში, ნებისმიერ მისამართს, სადაც გვინდა მივიდეთ და მანქანა თვითონ მიგვითითებს, უბრალოდ ეს სისტემა თვითონ მიგვითითებს, როგორ უნდა მივიდეთ ამ კონკრეტულ დასახლებულ პუნქტამდე. უკვე დაწყებულია ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა, სადაც საქართველოში არსებული ქუჩებისა და შენობების შესახებ ინფორმაცია განთავსდება. დაინტერესებული პირები კონკრეტული ქალაქის, სოფლისა და მასზე მდებარე შენობების ნახვას ინტერნეტში შეძლებენ. დამისამართებულ ტერიტორიაზე ნებისმიერი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში მონაცემები ელექტრონულ რუკაზე ავტომატურად შეიცვლება. თითოეული შენობის დატანახება რუკაზე, თავისთავადია გზების და თითოეული შენობის შიგნით შედიან ჩვენი კონტრაქტორი კომპანიები და ხდება თითოეული ქონების დაფიქსირება. ამ ქონების დაფიქსირებასთან ერთად ხდება ბიბმა იგივე თელასის საბუნების ნომრის და შესაბამისად რამდენიმე დაახლოებით 20-მდე მახასიათებელი დგება თითოეულ ბინაზე. ხელახალი დამისამართება დედაქალაქშიც მიმდინარეობს. ქუჩების დანომრვა სრულდება ძველი თბილისის რაიონში. დარჩენილი მხოლოდ რამდენიმე პერიფერიული ნაწილები, რომელიც მაგალითად იგივე მარჯანიშვილის გამთავრების გამზირი შენებაში სამუშაოებთან დაკავშირებით დროებით შეფრთხილებლად გამოდჩევაჩერეთ და რამდენიმე ბინაური დამთავრებული. ამას როგორც კი მოვიცავთ, შემდეგ ამას გავყვებით. დამისამართების პროცესი ძველი თბილისის შემდეგ ვაკე საბურთალოს რაიონში გაგრძელდება და მომავალი წლისათვის მთელს ქალაქს მოიცავს.